მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ, ვით მოხვედით დღეს ჩემთან. დღეს ჩემთან მოხვედით ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ძალიან ხართ ჩაციკლული წარსულზე. შესაძლოა ატარებთ საკმაოდ ბევრ ტრამვას და შიშს და მუდმივად გაქვს შეგრძნება, რომ აი შენი წარსული შეიძლება უკან წამოგეწიოს და ისევ მოგიწიოს დაბრუნება იმ რეალობაში, რომელშიც შესაძლოა ადრე ცხოვრობდი და რომელშიც ძალიან დიდი დრო გაქვს გატარებული შენი ცხოვრების და ამ ყველაფერზე ფიქრი თითქოს შენში იწვევს ძალიან დიდ სევდას, ტკივილს, იწვევს შინაგანად სიცარიელის შეგრძნებას და თითქოს მუდმივად გაურბიხარ შენს წარსულს, ცდილობ არ იფიქრო ამ ყველაფერზე და შეინარჩუნო პოზიტივი, მაგრამ შენი პოზიტივი რაღაც მომენტებში თითქოს არის მოჩვენებითი და ეს არ არის შენი შინაგანი მდგომარეობა. თუ რეზონირდა შენზე ეს ინფორმაცია, გააგრძელე ყურება. აქ ჩანს, რომ შენი ცხოვრების ერთი ეტაპი უკვე დასრულდა და ეს იყო საკმაოდ მტკივნეული და რთული დასასრული შენთვის. და თითქოს ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ შენ მოგიწია ძალიან დიდი მარტოობის განცდა და მოგიწია რომ ამ მარტოობაში გაგეარა იმის მიუხედავად რომ შენ გრძნობდი შინაგანად ძალიან დიდ არეულობას, ძალიან დიდ შიშს მიდიოდი, მაგრამ არ იცოდი სად მიდიოდი, მაგრამ თითქოს სხვა გამოსავალი არ გქონდა და შენ დატოვე რაღაც სიტუაციები შენ ცხოვრებაში და არა თითქოს მიჩვენებს ჯერ კიდევ შენს წარსულს. და თითქოს აი ამ წარსულში რაღაცნაირად ხარ გაჭედილი. მიუხედავად იმისა, რომ შენი აწმყო შეცვლილია, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით შენ გაქვს დაბრუნებული კონტროლი შენს ცხოვრებაზე, შენ მართავ მთლიანად შენს ცხოვრებას, თითქოს რაღაც მომენტებში მაინც გავიწყდება ის, თუ რამხელა ზაუფება გაქვს დღეს, რამხელა ცოდნა გაქვს, რამხელა რამდენი ენერგია გაქვს და როგორ მარტივად შეგიძლია რთული სიტუაციებიდან გამოსვლა და ზოგჯერ თითქოს რაღაცნაირად ბრუნდები ისევ მსხვერპლის პოზიციაში, რომელშიც რეალურად შენ დღეს აღარ ხარ. და მე აქ ვხედავ, რომ შენ საბოლოოდ დატოვებ მომავალში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შენ საბოლოოდ დატოვებ ამ მსხვერპლის პოზიციას და გააცნობიერებ, რომ შენი აწმყო არის ძალიან განსხვავებული იმისგან, რაც იყო ადრე. შენს ცხოვრებაში ახლა არის ბევრად უფრო მეტი ადამიანი, რომლებიც შენ გეხმარებიან, რომლებიც გვერდში გიდგნენ და ამის მიზეზი ის არის, რომ შენ აღმოჩნდი ძალიან მამაცი და შენ აღმოჩნდი ძალიან თავისუფალი ადამიანი, რომელიც არასდროს არ შეეგუება წნეხს და არასდროს არ შეეგუება დაჩაგვრას და სწორედ ეს თვისებებია, რის გამოც შენს გარშემო მოიყრის თავს ისეთი ადამიანები, რომელიც შენს ემოციურ მდგომარეობას იხმიანება და რომელიც რაღაც შენს ენერგეტიკაში ძალიან კარგად ჩნდება. და შესაძლოა აქ იყოს ახალი ნაცნობობა, ახალი ადამიანები, თუ აქამდე გეშინოდა რაღაცნაირად უფრო აქტიური სოციალური ცხოვრების, აქ ჩანს, რომ შენი ხედვა მთლიანად შეიცვლება და შენში გაიღვიძებს შეგრძნება, რომ იცი რა, მე მზად ვარ თავგადასავლებისთვის, მე მზად ვარ ახალი გზებისთვის და მე მზად ვარ შევქმნე ჩემი მომავალი. და მაშინაც კი თუ ეს რაღაც რთული იქნება და შენ მაინც იქნება შენში რაღაცა შინაგანი კრიტიკოსი, რომელიც გეტყვის, ო არა, ის არ გამოგივა, შენ ძალიან მარტივად შეძლებ აი ამ ხმის დაიგნორებას და რაღაცნაირად შენ შეწყვეტ შენს თავში ეჭვების შეტანას, რომ რამე არ შეგიძლია და ამ ერთი თვის განმავლობაში თითქოს შენს ცხოვრებაში ზუსტად ეს ენერგიები უნდა შემოვიდეს, შენ უნდა მოიკრიბო თავდაჯერებულობა, უნდა მოიკრიბო საკუთარი თავის რწმენა და ეს ყველაფერი შენ გადაგიყვანს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
სულ ეს ორი სიტყვა წმინდოდა ამ გაშლის განმავლობაში, თუ რეზონირდა შენზე ეს ინფორმაცია და გაქვს კითხვები, რომელზეც ვერ გაგეცი პასუხი, მაშინ გელოდები პირად სესიებზე. აბა შენიცი წარმატებებს გისურვებ.